მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მე ვარ გველესაფლეიზი და როგორც იქნა დავბრუნდი დიდი ხნის მერე შეცვლილი სახელით და დიდი გეგმებით YouTube-ზე. ახლა კი, როგორც ყოველთვის მე როდესაც ბრუნდები, აუცილებლად ვიღებ ჩემი აკაუნტების განხილვას, PUBG-სა და Brawl Stars-ის აკაუნტის განხილვას. ჯერ პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ დამედა PUBG-ის აკაუნტის განხილვა. ახლა კი მოდი პირდაპირ გადავიდეთ აკაუნტის განხილვაზე. არხის გამოწერა და დალაიქება არ დაგავიწყდეთ. და სულ რაღაც დამრჩა თუ არ ვწდები 12 გამოწერის 300-მდე და ძალიან ვთქვათ დაასაბსკრაიბეთ. კარგით, ჯერ პირველ რიგში გადავიდეთ პროფილზე. ნუ აქ დიდი არაფერი არ ხდება. როგორც ხედავთ, ნუ ისაც ჩემი აკაუნტის დათვალიერება დეტალურად მოგინდებათ, შეგიძლიათ ID წერია, მაგრამ 51 32 19 89 პროფილს შეეხება, ნუ ყველაზე მაღალი რანკი მაქვს დომინატორი, ეს დომინატორი დადებული. Pro Collection-ში შევიდეთ ახლა. ნუ აქ როგორც ხედავთ 54 ლეველზე ვარ, 26 გასაძლიერებელი იარაღი მაქვს და მეტი ესეთი არაფერი. ახლა გადავიდეთ ინვენტორში. ინვენტორს ჯერ ჩარაქტერებში, მოდი ჩარაქტერებს დავათვალოთ. როგორც იცით, კარლო მყავს, ვიქტორი, სარა და ანა. და ნუ ის თავად ჩარაქტერი იცით, საერთოდ თამაში დავიწყე 5 თვიანი რაღაც. ხო, ახლა კი დავიწყოთ აკაუნტის განხილვა. რა თქმა უნდა, ნუ ეს კარლოს სკინი, მე-6 სეზონის Royal Pass-ის სკინი, ეს არ ვიცი საიდან მაქვს, მგონი 6000 პოინტიდან იმაში რა ქვია, achievement-ებში 6000 პოინტიდან ავიღე. ეს მე-19 სეზონის სკინი, ეს მე-3 სეზონის Royal Pass-ის სკინი, მგონი 2C და მე 3-ის ის იყო. მე-15 სეზონის სკინი, ეს სკინი, ნუ ქროუნი დავდე კი არა, ხო, ქროუნი დავდე 3-ჯერზე ისეთ და მაქედან მოცა, ნუ ეს Royal Pass-ის სკინებია უმეტესობა. რაც ცოტა ისეთ დაგდებული მაქან აღებული, აი ეს მოძრავი, ეს მოძრავი ყოფილა, ეს არ ვიცი. ეს მაქვს, ესეც მაქვს, ეს აზრი არ ვარ საიდან მაქვს. აი, ხარა, ნუ ეს მითიკები მორჩა, ცოტა მითიკი მაქვს, მაგრამ ნუ რაც მაქვს, მე კმაყოფილი ვარ. ეხლა რაც შეეხება ლეგენდარებს, ეს სკინი ძალიან ძველია, აი ძალიან ძველია მართლა და ნუ რა თქვენ შეხედეთ, აგერ შეგიძლიათ დაათვალიეროთ. და ასევე მაქვს ისეთი რაღაც, რაც ძალიან ძველ პლეიერებს, ასე თუ ისე ძალიან ძველ პლეიერებს აქვთ მხოლოდ აქ ლეგენდარები, აი ესე, აქ ეპიკები და ის რაღაც, რაზეც ვლაპარაკობდი, რომ ძალიან ძველ პლეიერებს აქვთ მხოლოდ არის აი ეს Spider-Man-ის სკინი, რომელიც ძალიან მაგარია და საჩუქრად იყო, მე მგონი ზუსტად არ მახსოვს. კარგით, გადავიდეთ ახლა ჰელმეტებზე. ჰელმეტებზე მაქვს მითიკი ჰელმეტი, გლაციერის ჰელმეტი და აი ესეთი ჰელმეტები მაქვს, ზოგი დაგდებული, ზოგი Royal Pass-იდან და ასე შემდეგ. ეს ნაყინი მაქვს, მაგალითად, იქ 3 კრისტალად, 2 კრისტალად ვიყიდე. ნუ რავი, დაათვალიერეთ ასე. ახლა გადავიდეთ თავებზე, ქუდებზე, რაც გინდათ ის დაარქვით. მაქვს ესეთი მითიკი თავები, მეორე სეზონის კურდღლის თავი მაქვს. ასევე ესეთი მაგარი პანდის თავი მაქვს კიდე. ეს მოვიწყდა ამის სახელი. ამის თავი მაქვს, ესეთი თავი მაქვს კიდე, ქუდი. მე-3 სეზონის ყვავილები. და ნუ ესე ნელ-ნელა ჩამოვალ. ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებს ჩემი აკაუნტი, შეგიძლიათ ID ჩაწერეთ და Pro Collection-ში ნახოთ, არა მაქვს დამალული. სათვალები მაქვს, ლეგენდარი სათვალები, ბევრი მქონია ასე თუ ისე, მაინც ეს დაგდებული მაქვს. და აი რავი, ეს გადაახედეთ. მასკებს რაც შეეხება, 2 მითიკ მასკა მქონია, დანარჩენი სულ ლეგენდარი მასკებია. ეს არ ვიცი საიდან მაქვს. ეს შემოგარი რაღაცა ყოფილა, არ ვიცოდი. არა, ეს ვიცი, მაგრამ საიდან მაქვს, მაგრამ როდის ავიღე, ვერ ვიხსენებ, ანუ მეგონა რომ არ მიყიდია, თუ იყიდებოდა ზუსტად არ მახსოვს. სპის რან არის სპილოს მასკა ყოფილა, არც ეს არ ვიცოდი. არც ეს. ნუ და მოკლედ აი ესეთი მასკები მაქვს. კარგით, ახლა ასაწყობი ტანსაცმელებს გადავიდეთ. მაქვს აი ესეთი ასაწყობი ტანსაცმელები. Mr. Beast-ის ჰუდი, ეს და ასე შემდეგ. ჩანთები მაქვს, ნუ რა თქმა უნდა, მითიკ ჩანთა. ესეთი ლეგენდარი ჩანთა. აი ესეთი ის ჩანთა მართლა არ ვიცი საიდან მაქვს. წარმოდგენაც არ მაქვს საიდან მაქვს ეს ჩანთა. ახლა დავფიქრდი მართლა საიდან მაქვს ეს ჩანთა. დაგდებული მაქვს აშკარად. ნუ არ ვიცი.
მოდი ისე დავყენოთ მითიკი, მე გადავწვი. შარვლები მაქვს ასეთი შარვლები. ნუ ეს ახლა გაბრუნდა ეს შარვალი და ნუ მეც ვიყიდე რა თქმა უნდა, ესეთ შარვლები მაქვს. ფეხსაცმელებიც ესეთი მაქვს. ესეთ ფეხსაცმელები ბოდიბანი ჩავაწვდ ცოდვა. ნუ ამაზე არაფერი. კარგით, ახლა გადავიდეთ მანქანებზე, მე იარაღებს ბოლოს. უაზე მაქვს ერთი ესეთი სკინი და ერთი ესეთი სკინი. პიკაპებზე სკინი არა მაქვს. სედანს რაც შეეხება მაქვს აი ესეთი სკინი 2 ლეველზე გადავიყვანე. მოტოებზე ერთი ესეთი სკინი, ერთი ესეთი და ერთი ესეთი სკინი. რაც შეეხება ანუ უმეტესად მაქვს Royal Pass-ისგან სულ ეს მანქანის სკინები. ნუ წვინაყიდი მაქვს რა თქმა უნდა, ხა რაღაც ნაწილი დაგდებულიც მაქვს. აი ეს დაგდებული მაქვს მაგალითად. ისიც დაგდებული მაქვს. ისე არა ეს არ დამიტია, ეს აღარ დამიტია, მე მგონი არ მახსოვს. ნუ ეს დავაყენოთ. ასეთი ბაგი მაქვს 7 და ერთი ესეც Royal Pass-ის მანქანა. ნავებს რაც შეეხება ესეთი ნავი მაქვს. აქ მახსოვდა რომ პინგვინის ნავი მქონდა რატომღაც. არა, არ მქონია. და აი ესეთი ეს არის ჩემი მგონი პირველი მანქანის სკინი, ანუ ნავის სკინი. კარგი, ახლა შემდეგი ისიც Royal Pass-დან დავხდი. ესეთი რა ქვია, ავტობუსის სკინი მაქვს, ესეთი მაქვს კიდევ. აი ესეთი. ეს გლაციერის თვითმფრინავს ვეძახი მე. ამის სკინი მაქვს და აი ამის სკინი მაქვს, მაგრამ ეს აზრზე არა ვარ, რომელი მანქანა ჯერ არ შემხვედრია. ეს ტანკის სკინი ნუ არა მაქვს. კარგი, ემოციებს რაც შეეხება, ნუ ეს X-Wing-ების ემოცია მაქვს, ეს ძალიან ეს ძველი დაგდებულია, არ არის ახალი დაგდებული. ახლა ხანს რო იყო ფარაონი დაბრუნებული, შარშან იყო, თუ არ ვცდები, ახლა ხანს არ იყო. ნუ ასეთი ემოციები მაქვს. იგივე თქვენს დაათვალიეროთ ცოტანელა ავალ, აი ესე. ეს რა ემოცია აზრზე არა ვარ. ზოგი მართლა ისეთი ემოცია, რომელიც არ ვიცი. Buy time-ზე მქონია, buy quality გადავიყვანოთ. და ნუ აი ესეთი ემოციები, ესენი მაქვს, ეს მაგარი ემოცია იყო თავის დროზე. და რავი რა, როგორც ჩანს ეს პირველი ემოცია რომელია ჩემ ძალიან მაინტერესებს. ეს ემოცია ყოფილა ჩემი პირველი ემოცია და შემდგომ ეს ძალიან ძველია. ნუ აქ ამის სკინი მაქვს ამ რობოტის, ცხოველი არ მყავს. სამწუხაროდ, მაქვს ეს აზრზე არა ვარ რა არის პარაშუტები. პარაშუტებში მაქვს ერთი ლეგენდარი პარაშუტი, დანარჩენებს სულ პიკები მაქვს. რავი ესე შევათვალიერებინებთ, ნუ ეს ძველი პარაშუტები არაა, პრინციპში საყიდელია სეზონური კოინებით, მაგრამ ნუ კარგია, ნაცოლი კარგია. ნუ ეს ლეგენდარი დავაყენოთ. აქ მაქვს 3 საფრენი მაქვს, ეს 1, ეს 2 და ესეც მესამე, ეს მიყენია. თვითმფრინავები მაქვს, რამდენი თვითმფრინავი მქონია? ყოლია მქონია, რა თქმა უნდა, ისე ვთქვით. 14 თვითმფრინავი ყოლია, ეს დავაგდე ეს თვითმფრინავის სკინიც. აქ ვინმე, ეს არის მაგარი სკინებია. რაც პონჩი, იმიტომ რომ ექსკლუზიური სკინებია. ალბათ ესენი კიდევ კარგი ხანი არ დაბრუნდება. ნუ ეს აფრები კი იყო? გონი იყო. არ მახსოვს. იმაზე წინა სეზონზე, მაგრამ ნუ არ ვიცი. გრინეიდებს რაც შეეხება, ესეთი გრინეიდი მაქვს. ესეთი გრინეიდები მაქვს, ესეც გასაძლიერებელია, ესეც ეს 3 გრინეიდი გასაძლიერებელი, სმოუქს რაც შეეხება, მაქვს აი ამდენი სმოუქი. ეს ფარაონის, დედალი ფარაონის სმოუქია. ფლეშებს რაც შეეხება, აი ესე და რაც შეეხება მოლოტოვ კოქტეილებს, მქონია 6 მოლოტოვის გასაძლიერებელი სკინი, რომელიც აზრზე არ იყო, ეს არ ვიცი, როდის დავაგე არც ვიცი. აზრზე არ ვარ, მაგრამ მოდი ეს იყენოს, კარგია. ეხლა რა დაგვრჩა? მგონი აქ ისეთი აღარაფერი დაგვრჩა. ნუ აქ ეხლა გადაგახედებთ, მაინც რა ნახეთ, დაათვალიერეთ ესე. ხო, ეხლა მოვიდა ჯერი, მოიცა ერთი წამით მანქანას დავაყენებ უცბად სედანს. დავაყენოთ. კარგი, დავაყენე. ეხლა გადავიდეთ workshop-ში და იარაღები. იარაღებსაც შეეხება, ეს მაქვს 2 ლეველზე. ამას სკილმისიც უეჭველი ავიყვან იყოს, მაინც იაფიქრეს ამის გადაყვანა. ეს ნუ Royal Pass-დან
ესეც Royal Pass-დან მყავს kill message-ზე, ეს დავაგდე 10 უსად და ავიყვანე kill message-ზე, მაგრამ ასევე ვაპირებ, რომ ავიყვანო hit effect-ზე და იქნებ final from-ზეც და თუ იცით კომენტარებში დამიწერეთ ეს მითიკდება final from-ზე თუ loot crate-ზე. არ მახსოვს ზუსტად. მე final from-ზე მახსოვს, მაგრამ მგონი loot crate-ზეა. ზუსტად არ ვიცი. ესეც Royal Pass-დან არის, ესეც, ესენი ეს kill message-ზე მყავს. ეს ნენი უმეტესობა Royal Pass-დან არის. რომლებსაც აუცილებლად გავმახსოვ. ეს არის ჩემი პირველი kill message-იანი იარაღი, რომელიც პირველად დავა kill message-ი. ეს იარაღი პირველად დავა kill message-ი და პლუს ჩემი პირველი kill message-ი იყო. ეს ვექტორიც 10 უსად დავაგდე, მაგრამ არ გადამყავს, იმიტომ რომ ვექტორი კიდევ არ ვთამაშობ. ეს პრემიუმიდან დავაგდე 2 ცალი და 1 დამრჩა და 1 თამის გადავიყვანე kill message-ზე, ეს 64 მაქვს და მაქვს ახლა რასაც ქვია სასწაული 64, რა თქმა უნდა kill message-ზე მყავს. ესეთ kill message-ი აქვს და ამას final from-ზე არ ვაპირებ, hit effect-ი რო გქონდეს ალბათ გადავიყვანთ. ეს ვიყიდე 1 ნახევარი წლის წინ ვიყიდე, მაშინ YouTube-ს მინებებული მქონდა თავი და ამასაც აუცილებლად გადავიყვანე, იმიტომ რომ UMP-ს ძალიან ხშირად თამაშობ, ამ ბერილსაც გადავიყვანე, იმიტომ რომ ამითაც ხშირად თამაშობ ხოლმე, ეს პრემიუმიდან დავაგდე SAVM და kill message-ს ალბათ ჯერ არ ავწევ, პატარა იარაღებს მინდა რომ მივხედო და ეს ვიყიდე. ძალიან მოწონდა ამის kill message-ი და თვითონ ამის ვიზუალით და ამას აუცილებლად გავმახსოვ, იმიტომ რომ ძალიან მოწონს ეს Thompson. კარგით, ეხლა აქ ჩემი კარაბინს დავაყენებ ესეთ ჯიგრულად. მარტო kill message-ებზე რატო გავახორციე, რატო გადავიტანე ყურადღება, როცა მაქვს კიდე რაღაც სკინები. ესეთი სკინები მაქვს აკაიმის. შეგიძლიათ შეხედოთ თქვენით. აქ kill message-ი 1, მაქვს კარელი, მაქვს 7 კარელი მქონია, M4-ს რა თქმა უნდა 1 მაქვს. გროზა მქონია, რამდენი გროზა? 6 გროზა და ამას დავაყენებ მოდი ამ სკინს თუ ამას ეს იყოს. აუქს რაც შეეხება მაქვს 4 სკინი ჩვეულებრივი, KBZ-ზე 4, ბერილზე 3 და აქედან 1 გასწრებელი, MK47-ზე 5. ვაუ! ეს MK უშ ხარ დავაყენე რაღაც ლამაზია, მოდი იყოს ეს. ამ იარაღზე G3 G31-16-ზე მაქვს 2 სკინი, ეს არა როგორც ჩანს Royal Pass-ის, მაგრამ საიდანა მაქვს, არ ვიცი. Honey Badgers თუ რავი როგორც იკითხება, მაქვს 2 სკინი, FAMAS-ზე მაქვს 2 სკინი, და ამ იარაღზე საერთოდ არ მაქვს და ამაზე მაქვს 1 სკინი. ეს კარგი სკინია, მომწონს. კარბისაც შეეხება მაქვს ცოტა ცუდად თავარ და ეს არ შემჩნევთ ჩემი წახველებები, 5 სკინი. M24-ზე მაქვს 10 სკინი და აქედან მხოლოდ 1-ია ეპიკი, დანარჩენი სულ ლეგენდარები მაქვს. AVM-ზე მაქვს 1 სკინი, 1 გასწრებელი და 3 ჩვეულებრივი სკინი, Win 14-ზე მაქვს 3 სკინი, Motion-ზე მაქვს 1 და ამ 2-ზე სკინი, Desert-ზე მქონია 1 სკინი. კარგი. რაც შეეხება DMR იარაღებს, SKS, VSS და მსგავს იარაღებს, მაქვს 6 სკინი, VSS-იც 6 სკინი მქონია და მგონი ამას დავაყენებ, იმიტომ რომ არა, მოდი ეს იყოს, იმას სხვა დროს დავაყენებ. Win 14-ზე მქონია 4 სკინი, MK SLR-ზე მქონია ეს რატომ იყენია ეს SLR-ი? ალბათ იმიტომ ლამაზია. 4 სკინი, MK14-ზე მაქვს 3 სკინი, KBU-ზე მქონია 7 სკინი, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. MK12-ზე 1, ეს რა იარაღია? აზრზე არა ვარ, ახალი გამოსულია აშკარად და სად არის დამიწერეთ ეს იარაღები კომენტარებში, სად ჩვეულებრივ კლასიკშია თუ მეტრო როიალში და მსგავს ადგილებში და M1 გრაუნდზეც არ მაქვს სკინი. თუ რავი რაც ვეგერენავთ რაღაცა ქვია. უზის რაც შეეხება, უზის მაქვს ესეთი სკინები, 1 kill message-იანი გასაძლიერებელი უზი და დანარჩენი ჩვეულებრივები, UMP-ზე მაქვს 1 გასაძლიერებელი, დანარჩენი ჩვეულებრივი UMP-ია, ვექტორზე ეს გაჩვენეთ. ეს რა ვექტორია, აზრზე არა ვარ, როდის ავიღე. Tommy Gun-ზე მაქვს ესეთი სკინები, 2 გასაძლიერებელი. Bizon-ზე მაქვს ესეთი 2 სკინი. სავარაუდოდ ამ Bizon-ს დავაყენებ, მაგრამ გაიგოს ეს. MP5K-ზე მაქვს 2 სკინი, GS9-ზე მაქვს 1 სკინი და P90-ზე მქონია 4 სკინი. ვაუ.
ახლა შემთხვევით აქ გადასაკალსა დავიდი. შოტგანზე რაც შეეხება შოტგანს, მაქვს ერთი სკინი ამაზე, 6 სკინი ამაზე მქონია. ვაუ. ეს 12K-ზე ერთი DBS-ზე ბოდიში რა ქე. DBS-ზე მქონია 5 სკინი, AS1 რაღაცაზე მაქვს ერთი სკინი და NS2000-ზე მქონია ერთი სკინი. LMG-ებსაც შეეხება პულიმეტზე მაქვს 4 სკინი, აი ესეთი ძველი მე ძველს ვეძახი ყოველ შემთხვევაში ძველი პულიმეტებია და მაქვს ესეთი სკინები, DP-ზე ერთი kill message და დანარჩენი ჩვეულებრივები. ეს ძალიან ძველი DP-ა. და პულიმეტზეც მაქვს 2 სკინი. ალბათ ამას დავაყენებ უფრო მომწონს. კარგი. ახალ პულიმეტზე ეს არის ჩემი ჩვევა, ახალ პულიმეტზე გვაქვს 2 სკინი. პისტოლეტებსაც შეეხება, ამაზე მაქვს 2 სკინი, მოდი ეს დავაყენოთ. ამაზე მაქვს 6 სკინი, ამ რევოლვერზე მაქვს 2 და მოდი ეს იყოს. ერთი სკინი, ერთი ფლიარზე რა თქმა უნდა, ფლიარს გონის სკინიც არც აქვს და სკორპიონზე 2 და duel MP7-ებზე 1. ვა, სთანგანის გამოსულა არც ეს არ ვიცოდი. ტაფებში რასაც შეეხება ხანჯალი მაქვს 1 და ანუ ხანჯალს ვეძახი დანარადინით და ამაზე მქონია 2 სკინი. ტაფაზე მაქვს 1 გასძლიერებელი და დანარჩენი ჩვეულებრივი სკინები და ეს არ ვიცოდი თუ დანაზე იყო ეს სკინები, მოდი ეს დავაყენოთ და ამაზეც მაქვს 2 სკინი. ოზერები რა არის? Explosive Bow-ზე მაქვს ერთი ესეთი სკინი და დანარჩენი სკინები არ არის მგონი, ამაზე სკინები არც არის. არ მაქვს. ესეც დასასრულს მივახლოვდა ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მოიცადე RP-ში წესით უნარში მე წლოს გახსნა იუსებად. ნახოთ აბა ერთი. აქ რატო შევედი? ეს რო არის ეს ძალიან არ მომწონს. სხვათა შორის და მოდი X-Suite გავხსნათ. იქნება რამე დამიგდოს ვიდეოში. იქნება რამე გაისროლოს. დავაი. X-Suite-ის გახსნას ვაპირებ. ბევრის გახსნას ვაპირებ X-Suite-ს და ნახოთ აბა. მიდი. კაი, ეხა ეს ხوار გავხსნა. თუ ეს გავხსნა. მოდი, აი მას გავხსნი უცბად. დავაი, წავიდა. მიდი რა რამე დააგდე. არაფერი დააგდო, იმიტომ რომ არ გააყვეთლა. ოპა, თავი დამიგო რა არაფერი. ესეც ჩემი იდეოლოგია შემათა ეს ყველაფერი. ვაუ, კაია. სად არის ეს თავი? ეს რომელი სკინის თავია? ამის? ვაუ, სკინი მაინც მოგეცა. აიყო. კარგით, რავი, არაფერი დააგდო. ეს ვიდეო ამ დასრულს მივახლოვდა. გამოიწერეთ ახლა და დალაიქეთ ვიდეო და წავედი.